ადელის მოედანზე სახალისო ფეხბურთის ღია სკოლები დაიწყო სპორტულ ფესტივალში 200-მდე მოზარდია ჩართული. პროექტი 5 დღე გაგრძელდება და სხვადასხვა სპორტულ თამაშს მოზარდებისთვის საგზაო წესების სწავლებას ითვალისწინებს. ფესტივალი საქართველოში 2003 წლიდან კულტურათა გადაკვეთის საპროექტო ასოციაციის და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. პროექტის მიზანი ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაა. ეს ფესტივალი ძალიან მომწონს ჩემთან ახლობლებთან ერთად თამაშობ ყველაფერი კარგია თან სახალისოა ძალიან მინდა რომ ბევრთან საერთოდ ბავშვების დიდი უმრავლესობა გამოთქვავს სურვილს იყვნენ ჩართულები სპორტულ სექციებში და არა მარტო ამ შემთხვევაში ფეხბურთში. გასული წლიდან ამ პროექტს დაემატა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემავსებელი, ეს არის სპორტის სკოლა პოლიცია, სადაც თქვენ ხედავთ რომ ბავშვები უკვე არა მარტო ფეხბურთს თამაშობენ, არა მარტო სხვადასხვა გასართობ სახალისო თამაშებს, არამედ ეცნობენ საგზაო ნიშნებს. თავარი მიზანი არის ზოგადად სპორტის პოპულარიზაცია, ფეხბურთის სიყვარული ბავშვებში, ზოგადად ამასაც მნიშვნელოვანი ბავშვებმა შეიყვანონ სპორტი და ძალიან საინტერესო ღონისძიება და ჩართულობა როგორც ძალიან დიდი არის.